ორთვიანი არდადეგები დასრულებულია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღეს ახალი სასწავლო სეზონი დაიწყო. სიახლეა ის, რომ ნეტბუქებთან ერთად პირველ კლასელებმა წელს, ასევე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს. 16 სექტემბერს სწავლა საქართველოს მასშტაბით 2322 სკოლაში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ 19 სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოების გახანგრძლივების გამო პირველი ზარი 1 კვირის შემდეგ დაირეკება. შეიცვალა თარიღი, მაგრამ დრო უცვლელია. დილის 9 საათზე ახალი სასწავლო წელი საქართველოს 2322 სკოლაში დაიწყო. განსაკუთრებით ამაღელვებელი ეს დღე იმ მოსწავლეებისთვის იყო, რომლებიც სკოლაში პირველად მივიდნენ. თითოეულს მერხზე ნეტბუქი და სახელმძღვანელო დახვდა. უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების შვილებმაც. მიხარია ძალიან სკოლაში რომ მოვედი და ბევრი ბავშვები დავხდნენ და კარგად ვისწავლი და ჩემი ბაღელებიც საქმეა ამ ჯგუფში იქნებიან. დღეს გვაქვს ძალიან დიდი სია ჩამონათვალი სიახლებისა. ინტერნეტი ყველა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას, ეს არის განახლებული ბიბლიოთეკარის სტანდარტი, რაც თავარია, ეს არის გაზრდილი ხელფასები ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს, მიმდინარეობს კიდევ სხვა ახალი პროექტების აპრობაცია, რომელიც წლის განმავლობაში ფართოდ უკვე მასშტაბურად განხორციელდება მთელ სისტემაში. სწავლა დაიწყო დღეს 64 აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 5000-ზე მეტი პირველკურსელი ჩაირიცხა. ამ უნივერსიტეტში მოხვდნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი ქულა მიიღეს. საზეიმო მიღება სტუდენტებისთვის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. სტუდენტები პატრიარქმა დალოცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კი ისინი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. ეროვნული გამოცდების შედეგებით დავაგროვე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა და ავირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვფიქრობ, რომ ფიზიკის მიმართულებით ყველაზე უკეთეს განათლებას აქ მივიღებ. 5000 ახალი პირველკურსელი შემოგვიერთება ჩვენ სტუდენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თანაც ეს სტუდენტებია, რომლებიც საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს ეროვნულ გამოცდებზე. ეს გარკვეულწილად პასუხისგებლობას დის ჩვენს. ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ეზოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თესეუ სტუდენტები ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ. დაჯილდოებულ პირველკურსელებს ატყუებენ, რომ ისინი მიიღებენ ხარისხიან განათლებას. ვითხოვ ელემენტარული ბაზების პრობლემიდან დაწყებული ხარისხიანი განათლების არარსებობით დამთავრებული გამოსწორდეს ეს მდგომარეობა. უნივერსიტეტი ნამდვილად ჭაობშია. ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა. მე მინდა მოგილოცოთ ყველას პროფესორ მასწავლებლებს, მოწაფეებს, სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს, სასულიერო პირებს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება, რათა მივიღოთ ეს დიდი სიბრძნე და სარწმუნოება. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დიცის და ტირძნისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ დღეს მთავრობის წევრებიც. თბილისის სომხურ სკოლაში და მარნეულში სწავლის დაწყება ეთნიკურ უმცირესობებს პირადად მიულოცა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. აქ სკოლა განათლების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ამ სოფელში. ყველა ის ატრიბუტი, რაც ნორმალურ ადამიანურ საცხოვრებელ გარემოს კავშირდება, უნდა მუშაობდეს, უნდა ფუნქციონირებდეს, უნდა ვითარდებოდეს და მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება და ეს დღევანდელ მთავრობა ძალიან კარგად ესწრებს. მე მინდა მთელ საქართველოს მოსწავლეებს და სტუდენტებს მიულოცოთ დღევანდელი დღე სასწავლო წლის დაწყება, მაგრამ განსაკუთრებით როგორც ჩემი სამინისტროს წარმომადგენელმა თქვათ ასე, მინდა მიულოცოთ სწორედ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებს. ახალი სასწავლო წელი დღეს 44758 პირველ კლასელისთვის და 28000 პირველ კურსელისთვის დაიწყო.